ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში. საინტერესო თემებით და სტუმრებით მხოლოდ კომერსანტზე. ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე. FM 95 და 5. პროფესიონალები კომერსანტზე. ირაკლი მაკალათიესთან ერთად. მოგესალმებით. კომერსანტის პირდაპირ ეთერშია პროფესიონალები. მე მისი წამყვანი ირაკლი მაკალათია ვარ. დღევანდელ გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ კარჯის დამფუძნებელი ბატონი ტარიელ ზივზივაძე და დღეს ვისაუბრებთ თემაზე საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები. მიმოვიხილავთ იმ პრობლემებს, იმ აქტუალურ საკითხებს, რაც დგას დღეს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ვისაუბრებთ სწორედ ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. რაც შეეხება ჩვენს ეროვნულ ეკონომიკას, აუცილებელია სწორედ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება, რადგან განვითარდეს როგორც ეკონომიკა, ამავე დროს გაეზარდოს მოსახლეობის ცხოვრების დონეც. ამ მხრივ კი საქართველოს ეროვნულ ეკონომიკას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება და ის პრობლემები, რაც დღეს მწვავედ დგას ლარის კურსთან დაკავშირებით, ამ პრობლემის დაძლევად სწორედ აქეთკენ არის მიმართული, რომ მოხდეს ადგილობრივი წარმოების განვითარება და ის უარყოფითი სავაჭრო სარდუ რაც გვაქვს დღეს და გვაქვს დინამიკაში, მოხდეს ჩანაცვლება იმპორტირებული საქონლის ადგილობრივი პროდუქციით და შესაბამისად მივიღოთ წარმოებადი ქვეყანა და შესაბამისად ის კურსი რაც გვაქვს დღეს იყოს გამყარებული და ის მონაცემები დავდოთ, რაც სასურველია რომ მოსახლეობას ჰქონდეს და აწუხებს კიდევაც დღეს. ბატონო ტარიელ, პირველი შეკითხვა რაც მინდა დაგისვათ არის ზოგადად მიმოვიხილოთ როგორ შეაფასებთ ქართულ ეროვნულ წარმოებას, ეროვნულ ეკონომიკას, რა პრობლემებს ხედავთ და რა გამოწვევებია დღეს ქვეყნის ეკონომიკისათვის. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით მსმენელს, მადლობა მოწვევისათვის. თავიდანვე მოდი შევთანხმდეთ ირაკლი ბატონო ერთ რამეზე, რომ ჩვენ ვისაუბროთ მაქსიმალურად კონკრეტულად, რომ არ დავემგვანოთ იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ლაპარაკობენ, ისეთ რამებს, რომელსაც მსმენელი და მაყურებელი ვერც კი იგებს. მინიმუმ ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი გჭირდება, ხანდახან რომ გაიგო ეს ხალხი რას ლაპარაკობს. მოდი შევხედოთ რეალობას. რასაც ჩვენ ლარის კურსი გვიჩვენებს, ეს არის რასაც მაგალითად აჩვენებს თერმომეტრი. თერმომეტრი გვეუბნება, რომ ჩვენ გვაქვს სიცხე. თერმომეტრი გვეუბნება, მაგრამ ლარის კურსი ლაპარაკობს, რომ ეკონომიკას აქვს სიცხე. რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ადამიანს გვაქვს სიცხე? პირველ რიგში ვეძებთ რა არის მიზეზი, ხო? როცა აღმოვაჩენთ მიზეზს, მერე ვკურნალობთ იმ მიზეზს, ხო? რომ გამოვჯამრთელდეთ და აღარ გქონდეს სიცხე. რა ხდება, როცა ეკონომიკას აქვს სიცხე? პირველ რიგში უნდა მიდიოდეს, ახლა უკვე ჩავთე პირველი უნდა მიდიოდეს რეალური პრობლემების ძიება და მე უნდა ისახებოდეს გზები, რომ ეს პრობლემები მივახშოთ ჩანასახშივე. მე ვერ ვხედავ ვერც პრობლემების ძიებას და ვერც მე მით უმეტეს ვერ ვხედავ იმ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც მიახშობს იმ პრობლემებს ჩანასახშივე და მე ამას ვერ ვხედავ უკვე წლებია. ის რასაც ვხედავ არის უსაგონო და უსარგებლო ხბედობა და მეტი არაფერი. სამწუხაროა, მაგრამ ეს არის ჩვენი მოცემულობა. ეხლა რა უნდა გავაკეთოთ? საერთოდ როცა დაინტერესებული ადამიანი უსმენს ან უყურებს ამ უსარგებლო ხბედობას ლარის კურსის შესახებ, დასკვნა არაფერი არ გამოაქვს. ვერავინ მას ვერ ეუბნება კონკრეტულად იმ ადამიანმა რა უნდა გააკეთოს. კაი, გავიგეთ რომ რეფინანსირების სესხებმა გააჭენა. კარგი, მე რა ვქნა მე ადამიანმა, ხო? გავიგე რომ დავუშვათ ეკონომიკური ზრდა არის ლეგენდარული 3% არც კი. კარგი, მე რა ვქნა კონკრეტულად ამ ტარიელ ზივზივაძემ, ხო? გავიგეთ რომ სავაჭრო დეფიციტი მიუკაკუნებს 6 მილიარდს. ჯერ სად გავიგეთ ამას რა ლაპარაკობენ, ცუდი რიცხვია ძალიან. მიუკაკუნებს წელს 6 მილიარდს ისტორიულ საშინელებას, რასაც ხდება. ხო და მე რა ვქნა კონკრეტულმა ადამიანმა? ლაპარაკობენ და არავინ არ ლაპარაკობს რა უნდა ვქნათ. აქ არის მთელი უბედურება, რომ არ მიდის პრობლემის, რეალური პრობლემის ძიება და არ მიდის საუბარი იმ პრობლემის მოგვარებაზე. და ეს არის ცუდი. და რამდენად ხედავთ გამოსავალს სწორედ
თქვენ ისაუბრეთ უარყოფით სავაჭრო ბალანსზე 6 მილიარდ ნახევარზე, რაც იანვრიდან ოქტომბრამდე არის დაფიქსირებული. Როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების განვითარება, იგივე ლარის კურსის დასტაბილურებაში, რასაც ხშირად მოყავთ კიდევაც ერთ-ერთ გადამწყვეტ ფაქტორად, რომ სწორედ ეს უნდა იყოს გამოსავალი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების და ასევე სავალუტო კურსის დასაბალანსებლად. მოდი ასე ვიტყვი, წარმოებასა და ლარის კურს შორის ხო პირდაპირი კავშირი არ არის და რატო? შეიძლება ცოტა სხვანაირი განაცხადია, მაგრამ წარმოების სექტორში არის დასაქმებული მოსახლეობის 4%. საქართველოს ეკონომიკის დიდი ნაწილი ეს არის იმპორტი, ვაჭრობა, შემდეგ მოდის მომსახურება და ბოლოს სადღაც კუნჭულში არის წარმოება. წარმოება ეს არის მივიწყებული კატეგორია, ასე ვთქვათ, საქმიანობისა, არად არის ამ დროს ყველაზე ურთულესი საქმიანობა. მე ვიცნობ პირადად ადამიანებს, რომელიც უზარმაზარ თემას ატრიალებენ საქართველოში, პირდაპირ მითხრა ადამიანებმა, მე ვატრიალებ დაუშვათ 10 მილიონს, შეიძლება ეს დიდი არ არის, მაგრამ მჭირდება 150 კაცი, იმიტომ რომ მაქვს საწარმო. მე შემიძლია ეს 150 კაცი გავუშვა სახში, გადავიდე იმპორტზე, 5 კაცი დამჭირდება სულ. იგივე თანხას დავატრიალებ და გაცილებით მეტად მომგებიანადო. ამას მეუბნება სერიოზული საწარმოს ხელმძღვანელი. მაგრამ იმ კაცს უყვარს ის თავისი საწარმო და იმიტომ აწარმოებს და იმიტომ ასაქმებს იმ 150 ადამიანს. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია წარმოება და ეხლა ვინც რა უნდა ამტკიცოს, ეს არის ამოსავალი წერტილი, მაგრამ არ კმარა. 200 წლის წინ, როცა ინდუსტრიული რევოლუცია პირველი იწყებოდა, მაშინ იყო მნიშვნელოვანი, რომ მოდი შევქმნათ წარმოება, იმიტომ რომ რასაც აწარმოებდი, ის გიყიდებოდა რა. დღეს არ კმარა. სახელმწიფო პროგრამების უდიდესი ნაწილი არის სტიმულირებაზე ორიენტირებული, ოღონდ ისეთ სტიმულირებაზე, რომელიც არის წარმოების სტიმულირება. და ეს არ კმარა. მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის ეპოქაში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ახლა გასაგებად რომ ახსნა რას ნიშნავს, ეს ნიშნავს ზოგადად თემა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა ეს იყო ძალიან დიდი თემა იანვარში, დავოსში, ეკონომიკურ კონფერენციაზე, 20-დან 23 იანვრამდე. და ეს გულისხმობს შემდეგს, რომ რაც არ უნდა აწარმოო, მთავარი გადამწყვეტი ამისი არის მომხმარებელი. მომხმარებელი დგას ყველაფრის სათავეში, შენ უნდა მოერგო მომხმარებელს. აწარმოე, რამდენიც გინდა თუ ის მომხმარებელს არ უნდა, ხო? ნულია ფასი. მთელი სახელმწიფო პროგრამები ჩვენთან მიმართულია წარმოების სტიმულირებაზე და არც ერთი ქვეყნის შიგნით არ არის მიმართული მომხმარებლის სტიმულირებაზე, რომ ქართული იყიდოს. ზუსტად მანდ შემოვდივართ ჩვენ მოძრაობა კარჯი, რასაც ჩვენ ლაპარაკობთ, ეს არის მარტივი არითმეტიკა. აი დღეს ვიყავი ექსპოზე, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გამოფენაზე, ვიყიდე ქართული ღვინო და ქართული მურაბა, ხო? ჯამში დავხარჯე 24 ლარი. ეს ნიშნავს, რომ ეს 24 ლარი მთლიანად მოხმარდა იმ ორი კონკრეტული წარმოების განვითარებას, შემოსავალი მიიღო იქ დასაქმებულმა ადამიანმა, დაფინანსდა მისი ხარჯი, რომელიც არის ადგილობრივი ნედლეული ერთი მაყვალი და მეორე ყურძენი, დაფინანსდა ის ბიზნესი, რომელმაც ეს ჩემი ფული მიიღო შემოსავლად, რომელიც გადაიხდის გადასახადს, როგორც ბიზნესი, ის ინდივიდი, რომელიც შემოსავალს მიიღებს, გადაიხდის გადასახადს და მთელი ეს ჩემი დახარჯული 24 ლარი ჯამში დარჩება საქართველოს ეკონომიკაში და მაქსიმუმ საცობის ფული გავიდეს ეკონომიკის გარეთ. მაშინ როცა მე რო იმპორტული ვიყიდო 90%-ზე მეტი იმპულსა გადის ეკონომიკიდან და ზუსტად ეს არის -6 მილიარდიანი, რასაც მიუკაკუნებს სავაჭრო დეფიციტი წელს. ეს არის ჩვენერი ქვეყნისთვის სრული კატასტროფა. აი ამას ვიძახით, რომ გამოსავალი ის კი არ არის, რომ ვებრძოლოთ თერმომეტრს. გამოსავალი არის ძალიან კონკრეტული, იყიდე ქართული ნაწარმი, ის ფული დარჩება ქვეყანაში, ის იბარტყებს, განავითარებ ადგილობრივ წარმოებასაც, დაასაქმებ ადამიანსაც, ორივე გადაიხდის გადასახადს, ეს ქვეყანას განავითარებს და ეს არის ზუსტად რაც გვინდა ჩვენ. კარგით, მადლობთ ბატონო ტარიელ, პირველი ბლოკი ამით სრულდება. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ გვაბრუნდებით სტუდიაში, ვაგრძელებთ საუბარს საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე, სტუმრად გვყავს ბატონი ტარიელ ზივზივაძე, კარჯის დამფუძნებელი. ბატონო ტარიელ, შემდეგი კითხვა რაც მინდა დაგესვათ, თქვენი ორგანიზაციით აქტიურად უჭერთ ხარს ქართულ პროდუქტს, ქართული პროდუქციის წარმოებას
და მინდა დაგისვათ ასეთ შეკითხვა, რა მდგომარეობაა თქვენი ხედვით, თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა პრობლემებს ხედავთ და რა მდგომარეობა ზოგადად ამ მხრივ ქართულ ბაზარზე შექმნილი? ვოცნებობთ. მოკლედ, ასეა. რეალობა არის ძალიან მწარე. ისევ და ისევ იმედი თუ ამოძრავებს იმ ხალხს, ვინც ამ სფეროში არის დარჩენილი და დარჩენილი იმიტომ ამბობ, რომ თვითონ განსაჯეთ ირაკხა, რომელი ნორმალური ქვეყანა იამაღებს იმით, რომ მცირე ბიზნესი ამ ქვეყნის ბიზნეს სექტორში არის მხოლოდ 20%. აქედან უკვე ყველაფერი ნათქვამია. შემიძლია ჩავშალო და უფრო სასტიკი მონაცემები ამოყარო, მაგრამ ფაქტი ერთია. ის ვინც ქმნის დოვლათს, არის ყველაზე დაჩაგრულ მდგომარეობაში. ხა ისე არ გამიგოთ, რომ ყველა იდეალურად მუშაობს, რა თქმა უნდა, ბევრია ისეთი, რომელიც უხარისხო ნაგავს აწარმოებს. მაგრამ ფაქტი ერთია, არის ძალიან ბევრი, რომელიც კარგი ხარისხის ქართულ პროდუქტს აწარმოებს, რომელიც ხარისხითაც და ფასითაც უგებს იმპორტს. მაგრამ იმას იმდენი პრობლემა აქვს, მარკეტინგზე საფიქრალი აღარ რჩება და ხალხმა უბრალოდ არ იცის მათ შესახებ რა. ასე რომ მდგომარეობა ეს არ არის მარტო სალაპარაკო თემა, როგორც ესეთი, ხო, ეს არის ის, რაც ჯიბეებზე აისახება. ის 6 მილიარდი ჩვენ რო ვახსენეთ, რა არის? იმპორტი, ექსპორტს აღემატება 6 მილიარდით. ეს ნიშნავს იმას, რომ რასაც საქართველოს მოსახლეობა მოიხმარს, რაშიც ის ხარჯავს ფულს, უდიდესი ნაწილი არის იმპორტირებული. ეს ნიშნავს, რომ დოვლათი გადის გარეთ. ეს ნიშნავს, რომ შიგნით არაფერი არ რჩება. როცა შიგნით არაფერი არ რჩება, ხო? ის ყველაზე დაბალი ხელფასებების აქ ამ ქვეყანაში მასწავლებლებს, სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს და პოლიციელებს. ვიამაყოთ? ყველაზე დიდი ხელფასების აქვს საფინანსო სექტორში დასაქმებულებს. ერთი მოძრაობს 500-დან 700 ლარამდე, ყველაზე დაბალი, ყველაზე მაღალი 2000-დან 3000 ლარამდე დიაპაზონში. ეს არის ასაცილებს, მაგრამ ეს არის მოცემულობა, ეს არის ჩვენი მოცემულობა. ეხლა რა უნდა ვქნათ ამ წარე მოცემულობაში? ჩვენ რასაც ვიძახით მოძრაობა კარგი ეს არის, ვიყიდოთ ქართული. როგორც არ უნდა შევატრიალოთ ეს სათქმელი, ხო? როგორც არ უნდა გავალამაზოთ და როგორც არ უნდა გავაფერადოთ. არის მარტივი ცნება, იყიდე ქართული. იმიტომ რომ რეალურად რაც მეტად ყიდულობ ქართულს, მით მეტად ავითარებ ადგილობრივს. და აღარ გადის დოვლათი გარეთ. ეს არის რეალური გამოსავალი. ოღონდ ჩვენ რასაც მოძრაობა ჯი ვაკეთებთ, ეს არის ზღვაში წვეთი. კი, ვაკეთებთ, მაგრამ არ კმარა და ძალიან დიდი მადლობა თქვენ და ყველა იმ მედია საშუალებას, ვინც ჩვენ გვაძლევს ჩვენი იდეის გაჟღერების საშუალებას და დღეს ძალიან სერიოზულ გამოწვევას ვიწყებთ მაგ კუთხით, მაგრამ არ კმარა. საჭირო არის რომ მოქალაქეებამდე ის აზრი მივიტანოთ, რასაც ქვია გააზრებული შესყიდვა. პურს რო ყიდულობ ყოველ დღე, უკვე გარიგებაში შედიხარ. უკვე ეკონომიკას ზრდი მთლიანში და პროდუქტს იმ დახარჯული ლარიანით, რომლითაც ყიდულობ პურს მაგალითად. ის რო გააზრებულად დახარჯო და მაგალითად ისეთ პურსში დახარჯო, რომელიც ქართული ფქვილითაა გაკეთებული, უკვე ორმაგად ავითარებ ქართულ ეკონომიკას, მინიმუმ. რასაც ჩვენ ვემხრობით, ეს არის გააზრებული არჩევანი. გააზრებული არჩევანი არის კიდევ ის, რომ იყიდო ადგილობრივი წარმოებული, ოღონდ აუცილებლად ხარისხიანი, უხარისხოს შანსი არ უნდა მიცე, ის უნდა მაშინ ფული არ უნდა დახარჯო, ის თავისით გაქრება ბაზრიდან. მაგრამ სადაც არა გვაქვს ხარისხიანი ქართული, ხო, მაშინ იძულებული ვართ ახლა ვიყიდოთ იმპორტული ნაწარმი, ხა ჩვენ არა ვართ ხაჯების ქვეყანა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, ჩვენთან შეუძლია ნებისმიერ საქმიანობის წარმოება და ეს ასეც უნდა იყოს. უბრალოდ მე როგორც ადამიანი ღებულობ გადაწყვეტილებას, რომ პირველ რიგში მხარი დავუჭირო ქართულს და ეს უნდა იყოს ჩემი გადაწყვეტილება და ის ჯიბეში ფული რომ მიდევს, რაში დავხარჯავს, ეს არავის სხვისი გადაწყვეტილება არ არის. ასე რომ ტყუილა საქართველოს 3.7 მილიონი დარჩენილი მოსახლეობა ნუელის დაღეჯი ლუკმას ვიღაცისგან თვითონ აღჯიბეში ფული წავიდეს და დახარჯოს და თვითონ ყველა მიიღოს თავისი არჩევანი, იმიტომ რომ რეალურად თქვენ ხელშია ის ფული და თქვენ ხარჯავთ და შარშან ეს ფული იყო 12 მილიარდი ლარი. ეს არის უზარმაზარი თანხა საქართველოს პირობაში, რასაც რეალურად ხარჯავს მოსახლეობა, შარშანდელი რიცხვია გეოსტატის. ასე რომ ბევრი რამის გაკეთება შეიძლება და ამის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ თითოეულ
მოქალაქეს, რომელიც ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ამ ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს, იმიტომ რომ როცა ხასაზღვარ გარეთ და წააწყდები სადმე ქართულ პროდუქტს პირ და უნდა სტაცო ხელი და იყიდო, იმიტომ რომ იქ არის რეალური განვითარება ქვეყნის. ყველაზე ნაღდი საქმეა. თქვენ საკმაოდ ისეთ მნიშვნელოვან საკითხს შეეხეთ, როგორც არის პროდუქციის ხარისხი. როცა ვსაუბრობთ იმპორტირებულ საქონელზე და ადგილობრივი წარმოების საქონელზე, აქ ჩნდება ასეთი კითხვა, კი შევიძინოთ ადგილობრივი, თუმცა რამდენად უწევს კონკურენციას იმპორტირებულ საქონელს ფაგორც ფასში, ასევე ხარისხში. რამდენად ხარისხიანი პროდუქცია გვაქვს, რომ მომხმარებელმა აირჩიოს ქართული პროდუქტი და ხარისხის შემდეგ უკვე რამდენად მოდის ეს შესაბამისობაში ფასთან მიმართებაში. ძალიან კარგი შეკითხვაა, მადლობა. მოდი ასე ვიტყვი. პირველ რიგში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მარტო ფასი და ხარისხი არ არის. შეიძლება იდეალური პროდუქტი არის ხარისხის კუთხით, შეიძლება ფასის იდეალური აქვს, მაგრამ სანთლით რომ ეძებო ვერ ნახოთ ახალზე. ასეთი არის ქართული ნაწარმოები პროდუქციის ძალიან დიდი ნაწილი, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ ხარისხიც უკეთესი აქვს. შეიძლება ანალოგიც კი არ ქონდეს დუნიაზე იმნაირი პროდუქტია. ფასიც ძალიან კარგი აქვს, მაგრამ დახზე შეიძლება ვერ ნახოთ. ანუ მთავარი პრობლემა მარტო ხარისხი და ფასი არ არის. მე ვიცნობ მაგალითად ძალიან ბევრ პროდუქციას ქართული წარმოებისას, რომელსაც ხარისხი არ უვარგა, და ფასზე აღვლაპარაკობ უკვე. შესაბამისად, მე მას არ ვიყიდი და ეს იქნება ჩემგან გამოწერილი, ესე ვთქვათ, ვერდიქტი იმ პროდუქტისადმი. მაგრამ არის მთელი რიგი ნაწარმი, მე მინდა სწორად გამიგოს მსმენელმა ჩვენ ბრენდების დასახელების უფლება აქ არ მაქვს, თორე ჩამრთო ვერ გამომრთა იმდენი ვიცი. რეალურად ვიმსჯელოთ. ძალიან ბევრია ხარისხიანი ქართული ნაწარმი, რომელიც უგებს ფასისთაც და ჩვენ ეს რეალურად დავინახეთ 2 დღის წინ გამართულ დეგუსტაციაზე. ანუ მარტო ხარისხი და ფასი არ არის, რა თქმა უნდა, არანაკლებ მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროდუქტი შეხვდეს დახელზე. თორემ მე ვიცი დაუშვათ ახლა 20-მდე ობიექტი თბილისში, სადაც პრიორიტეტულად ქართული იყიდება, მაგრამ გაფანტულია ქალაქში და უბნის მარკეტამდე მისვლა სჭირდება 100 მეტრის გავლა და იმ ბრენდირებულ ქართულ მარკეტამდე რომ მიხვიდე, უნდა გაიაროს 3 კილომეტრი და ახლა ყოველდღე ამას ყველა არ გააკეთებს, ხო, ბუნებრივია. ასე რომ ხარისხის და ფასის გარდა სხვა ძალიან ბევრი ხელი შემშლელია, რომ ჩვენ უბრალოდ მყიდველებს ხელი შეგვეშალოს ქართულის ყიდვაში. ეხლა აკეთახოთ ქართული წარმოება რომ განვითარდეს, აუცილებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება. ამ კუთხით რა ხელი შემშლელ ფაქტორებს ხედავთ, თუ რატო ვერ ვითარდება მცირე და საშუალო ბიზნესი? ჩვენ ვახსენეთ კიდევაც ის სტატისტიკა, რომ წარმოებული პროდუქციის საქონელ ბრუნვის 80% მოდის მსხვილ საწარმოებზე, დანარჩენი ნაწილდება საშუალო და მსხვილ საწარმოებზე. ამავე დროს დასაქმებულთა ანაზღაურების მხრივაც მსხვილ საწარმოებში უკეთესი პირობებია, ვიდრე მცირე და საშუალო ბიზნესში. თქვენი მოსაზრებით, რა არის ის ხელშემშლელი პრობლემები და პირობები, რის გამოც ვერ ვითარდება მცირე ბიზნესი დღეს საქართველოში, რომ უფრო მეტი ქართული პროდუქცია შეიქმნას ქართულ ეკონომიკაში? მოდით დავაკონკრეტოთ, ვთქვათ, მცირე წარმოებები, იმიტომ რომ წარმოებები არის რეალურად, ეხა ფერმერი არის და აწარმოებს დაუშვათ, ყოველთვის წარმოებელია. შეიძლება ვიღაც იყოს და აწარმოებს მაგალითად ლურს მას, ხო, ისიც წარმოებელია. ერთ-ერთი უმთავრესი არის არასტაბილური გარემო. ლარის კურსი რომ დააჭენებს მის ჭკუაზე, ეს არასტაბილურობის მანიშნებელია. გადასახადებზე თითქოს არის საუბარი, თითქოს არ არის საუბარი, ხო, გაუგებრობა, განუსაზღვრელობა, ეს არის არასტაბილური ბიზნეს გარემო, რომელიც შეიძლება იმ კაცს აქვს ფული და უნდა რაღაცის დაწყება, მაგრამ რომ ხედავს, ხო, და ვერ ხვდება რა ხდება დუნიაზე უკვე ვერ ბედავს ვერაფრის დაწყებას. ანუ პირველი ეს არის ცალსახად არასტაბილური გარემო, მაგრამ მოდი ახლა ჩავედიოთ მიკროსაკითხებში, ხო? დაუშვათ ვარ წარმოებელი და მაქვს პატარა ფერმა, ხო? მე უნდა ეს დავდო დახელზე. მე რომ მქონდეს სუპერ პროდუქტი, სუპერ ხარისხით და სუპერ ფასით, ხო? მე ის დახელზე თუ არ დავდე, შანსი არ არის გაყიდვის. შესაბამისად, მე რომ დახელზე დავდო, ამისთვის დიდი ბრძოლა გადასატანის საცალო ვაჭრობის ქსელთან. თუ სამადლოდ მიგიღო და დახელზე დადო პროდუქტი, ეს ნიშნავს, რომ ვიღაცა უნდა ჩააჩოჩოს, დახლი ფული ღირს. ამას მცირე მწარმოებლები ვერ იხდიან როგორც წესი. დაუშვათ სამადლოდ ჩააჩოჩა ის ვიღაც და დადო შენი პროდუქტი. ცალკე თემაა რომ გაიყიდოს. თუ გაიყიდა და ეს თუ, იმიტომ რომ ეს დიდი თემაა უკვე ცალკე დამოუკიდებლად, შენ უნდა როგორც მცირე მწარმოებელმა ფული გადაგიხადოს, ხო, იმ საცალო ქსელის, ანუ დავუშვათ მარკეტის ხელმძღვანელმა. აი აქ არის მთავარი პრობლემა, ჩარიცხვის პრობლემები. არ ურიცხავენ დროულად, წარმოებლებს უწევთ აი
დარეკვა არ ქვია იმას მე კვირეების განმავლობაში ღრიტინი რომ ის საკუთარი ფული ჩაერიცხო სამხალხს. როცა ამ პრობლემებზე არის საუბარი, ხა იმის იქით უკვე მარკეტინგზე საუბრის დაზვრაც კი ცოტა რთული თემაა, იმიტომ რომ მარკეტინგზე აზრი აღარ აქვს თუ დახზე პროდუქტი არ დევს ხა და ინტერნეტით ძალიან ცოტა თუ ვინმე იყიდის, კი მუშაობენ ინტერნეტით ქართული პროდუქციის გაყიდვაზე, მაგრამ ეს არის მცირე მასშტაბი. ეს არის პრაქტიკულად არაფერი, ზღვაში წვეთიც კი არ არის რა. რეალურად თუ გინდა გარემო შეცვალო, ხო, ძალიან მაგარი შემოლაწუნება ჭირდება ჩვენ გარემოს. ძალიან მაგარი. მადლობთ. მე მინდა შევეხო ერთ საინტერესო ღონისძიებას, რომელიც 2 დღის წინ გაიმართა, რომელიც გვერდნომა ორგანიზაციამ გამართა, საკმაოდ საინტერესო წამოწყება, საინტერესო ღონისძიება. ეს იყო ბრმა დეგუსტაცია წვენების მონაწილეობას ამ ბრმა დეგუსტაციაში იღებდა როგორც უცხოური, ასევე ადგილობრივი სახეობები. მოკლედ რომ მოვიხილოთ ამ ღონისძიების შესახებ, რა შედეგებით დასრულდა და რამდენად წარმატებული გამოდგა, ასე ვთქვათ, ქართული წარმოების პროდუქტები. პირველ რიგში ძალიან კარგი ეს თემა შედგა, იმიტომ რომ მართლა თებერვლის მერე ვიმუშავეთ ამ თემაზე და გადავწყვეტეთ რომ პირველი ყოფილიყო ქართული და უცხოური წვენების ბრმა დეგუსტაცია. ხა რას ნიშნავს ბრმა დეგუსტაცია? დავუშვათ გავსინჯე 4 ფორთოხლის წვენი, სხვადასხვა მწარმოებლის წვენი. გავსინჯე და შევაფასე, ოღონდ არ ვიცი რომლის არის. 4 ჭიქა გავსინჯე. არ ვიცი რომელი მწარმოებელი არის, რომ შესაბამისად შევაფასე ბრმად. მერე შედეგები ანალიზდა და დაიდო საბოლოო შედეგი, ხო? ჩვენ გვყავდა 50-მდე სტუმარი, მათ შორის თქვენს. ხონდა თქვენ შესაძლებლობა რომ 6 არომატის, 8 ბრენდის, 29 სხვადასხვა წვენი გაგესინჯათ და შეგეფასებინეთ ისევე როგორც სხვა მოწვეულ სტუმრებს და ჩვენ აშკარად იქვე დავინახეთ, რაც ჩემთვის ძალიან სასიამოვნო სიურპრიზი იყო, რომ 8 ასე ვთქვათ შეჯიბრში 5-ჯერ იმარჯვა ქართულმა ბრენდმა. ეს არის ძალიან კარგი. ეს არის ძალიან კარგი, მე ძალიან სერიოზულად დავწმუნდი რომ არის კარგი კი არა და აუცილებელი, იმიტომ რომ ჩვენ უნდა შეგვეძლოს ბრმად შეფასება. რატო ბრმად? იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში როცა ქართულს და უცხოურს გვერდ-გვერდ დაგიდებენ თვალწინ 10-დან 8 მაინც ჩვენი მოქალაქე ფიქრობს უკვე მის გონებაში არის ჩამჯდარი რომ ქართული ცუდია. არა და ამ დროს თუ ის გასინჯავს ისე რომ ვერ ხედავდეს რა გასინჯა, ფირიქით ამბობს. ჩვენ რეალურად დავინახეთ ჩვენ თვალწინ და ჩვენ ნამდვილად ვფიქრობთ რომ წვენების დეგუსტაციის შემდეგ ხა ეს თვე ძალიან დაკავებული გვექნება, მაგრამ სერიოზულად ჩაუждებით და რძის პროდუქტები, ჩურჩხელა, სვანურიმელი და შემდეგ მთელი სიაგვა პროდუქციისა. ეს ღონისძიება შეეხებოდა წვენების დეგუსტაციას. თქვენი შემდგომი ღონისძიებები, აქტივობები რას გეგმავთ და ამ მხრივ თუ გექნებათ კიდევ სიახლოვე? კი, აუცილებლად გვექნება, იმიტომ რომ ჩვენ დავიწყეთ თემა. მე ვიმედოვნებ, რომ ქართული კომპანიები თამამად ჩაერთვებიან. ახლა რატომ თამამად? იმიტომ რომ წარმოიდგინეთ ძალიან მარტივი ლოგიკა, ხო? მე მოვუწოდებ მომხმარებლებს და საკუთარ თავს რომ ვიყიდოთ ქართული ნაწარმი. და ამ დროს მწარმოებელი იმალება სოროში. რეალურად ჩვენ წვენების 8 მწარმოებელი მოვიწვიეთ და მხოლოდ 1 წამოვიდა 2 ბრენდით. მე მესმის რომ ყველა მწარმოებელს თავისი სხვადასხვა ტიპის პრობლემა აქვს, იმ 8-დან 1-მა მითხრა მაგალითად ძალიან საღი არგუმენტი, რატომ ვერ ჩაერთვებოდა, იმიტომ რომ ზოგადად მისთვის წვენები არ იყო პრიორიტეტული თემა, მაგრამ 6-მა პასუხიც კი არ გაგვცა. მე ვისურვებდი რომ როცა ჩვენ წამოვიწყებთ თემას და ვინც არ უნდა იყოს, მნიშვნელობა არ აქვს, თავარი არის რომ იყოს პროფესიონალურად გაკეთებული ღონისძიება, ხო? ქართველი წარმოებელი ვალდებულია, მომხმარებლის წინაშე ვალდებულია, გაიტანოს თავისი პროდუქცია ღია სამსჯავროს, სადაც მას თამართლიანად შეაფასებენ. აბა მე რატომ უნდა ვიყიდო მისი პროდუქტი, თუ თვითონ წარმოებელი იმალება, ხო? ძალიან მარტივი ლოგიკაა. ასე რომ ჩვენ ღიად გამოვიწვევთ ყველა მწარმოებელს, როცა დავუშვათ დავაპირებთ რაიმე დეგუსტაციას და მე ვიმედოვნებ რომ ისინი საღად შეაფასებენ და ნამდვილად ჩაერთვებიან. ვიმედოვნებ, თუმცა გარანტიას ვერავის ვიცებ რა თქმა უნდა, მაგრამ ფაქტი ერთი არის რომ მე არ მომწონს როცა მწარმოებელი იმალება. სიამოვნებით ჩავერთვით თქვენ შემდგომ დეგუსტაციებში. აუცილებლად მოგიწევთ. მეორე ბლოკი ამით სრულდება, მესამე ბლოკში ჩვენ საკმაოდ საინტერესო ღონისძიებით
დავბრუნდებით, რაც გაქვთ თქვენ დაგეგმილი სწორედ დღეს 1 დეკემბერს. ჩვენ რეკლამაზე გავდივართ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით სტუდიაში. პროფესიონალები კომერსანტზე ირაკლი მაკალათიესთან ერთად. ჩვენ ბრუნდებით სტუდიაში მესამე შემაჯამებელი ბლოკით. ბატონ ტარიელ, თქვენ საკმაოდ საინტერესო ინიციატივა დაანონსეთ. დღეს 1 დეკემბერს იწყებთ ამ მოძრაობას, ამ ღონისძიებების ციკლს. კონკრეტულად გითხარით, რა შეეხება და რა ინიციატივა არის ეს? კი ბატონო. ესე იგი, ეს არის 30-დღიანი გამოწვევა. მოგახსენებათ, ახლა ცოტა ხნის წინ საუბრობდით, რომ ვიყიდოთ ქართული, ეს არის ყველაზე ნაღდი გზა, რომ ეს ქვეყანა წავიდეს წინ და მათ შორის, რა თქმა უნდა, ჩვენც. ანუ დღეს მე უკვე ნაყიდი მაქვს ქართული, ძალიან მაგარი ქართული ღვინო, რომელსაც გადავღებ სურათს, დავდებ ჩემთან Facebook-ის გვერდზე, გავაზიარებ, რა თქმა უნდა, და გამოვიწვევ ძალიან ბევრ საპატივცემულო ადამიანს, რომელიც ვიცი რომ გააკეთებს იგივეს. ანუ იყიდის ქართულს და გამოიწვევს კიდე სხვა ადამიანებს. ანუ მე დღეს ახლა როცა დავბრუნდები ჩემს ტერმინალთან, კომპიუტერთან, ასე ვთქვათ, გავაკეთებ ამ სურათს, პატარა სტატიას, გავაზიარებ Facebook-ზე და გამოგიწევთ თქვენც პირადად, ბატონო ირაკლი, რომ თქვენს გააკეთოთ იგივე, იყიდოთ ქართული რამე ნაწარმი 24 საათში, მაგალითად ხვალ, დადოთ თქვენს Facebook გვერდზე და დათაგოთ თქვენი 3 მეგობარი, მინიმუმ 3, რომელიც გააკეთებს იგივეს. ამით რა გვინდა ჩვენ? ამით გვინდა ჩვენ რომ არა რომელიმე კონკრეტული ერთი ბრენდის რეკლამა კი არ გავაკეთოთ, არამედ გავაკეთოთ თემის და იდეის პოპულარიზება, რომ მოდი ვიყიდოთ ქართული, მაგრამ კი არ ვიძახოთ, არამედ ვაკეთოთ და ვაჩვენოთ. რატომ Facebook-ი? იმიტომ რომ Facebook-ით მიხვალ 2 მილიონ ადამიანამდე საქართველოში. რატომ სურათი? იმიტომ რომ ეს უნდა იყოს ვიზუალური. რატომ დათაგვა? იმიტომ რომ ეს არის გამომწვევი. და ეს არის ზუსტად მთელი იდეა. წარმოიდგინეთ, მე რო დავთვალე 10 ადამიანმა რო დავიწყოთ, ხო? მე 11 დღეს გავდივართ 196,000 შესყიდვაზე. კარგი, დავუშვათ 50% გვექნა ჩავარდნა. 100,000 შესყიდვა ხო არის? ეს მხოლოდ 11 დღის განმავლობაში და ეს გრძელდება 30 დღე. ანუ მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის Facebook პროფილს ავაჭრელებთ ქართული ნაწარმით. ნახოთ, ეგეთი არ გაკეთებულა ჯერ. ეს იქნება პირველი შემთხვევა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ის ადამიანები, ვისაც თემის მიმართ გული შესკივა, ჩაერთვებიან. თუმცა მე ასევე დავინახავ, ვინ არის ის ხალხი, ვისაც ამ თემაზე გული არ შესკივა და რომელიც თავის წარმოდგენებში არის დაკარგული. მე პირველ რიგში მინდა რომ ქართული იყიდებოდეს მეტი, ქართული ხარისხიანი პროდუქცია შეიქმნას მეტი და თითოეულ ჩვენგანის ჯიბეს ისევე როგორც ქვეყნის განვითარებას ეს ყველაფერი დაეტყოს რეალურად. ლარის კურსი სადაც უნდა იქცასულა, მთავარია ის შემოსავალი, რაც გვაქვს, უფრო მეტი იყოს და მეტის ყიდვის უნარი ჰქონდეს მას. კარგით, უნდა გითხოთ, რა თქმა უნდა, რა შედეგებს ელოდებით ამ 30 დღის გასვლის შემდეგ და შემდგომ ინიციატივები თუ გექნებათ მსგავსი ღონისძიებებთან დაკავშირებით? კი, აუცილებლად. პირველი მოლოდინი არის ის, რომ ასე ვთქვათ, მე 11 დღისთვის 100,000 შესყიდვა თუ გაკეთდება, ეს იქნება ძალიან კარგი ქართული პროდუქციის 100,000 შესყიდვა. დათვლის მექანიზმი საკმაოდ რთული არის, უნდა ვაღიარო, ისე პირდაპირ მექანიზმი არ არის, მაგრამ შევხედავთ პროცესში, ჩვენც ვწავლობთ. ფაქტი ერთია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ მეხუთედ. მთელი მოძრაობა კარგი დაიწყო 2 წლის წინ ზუსტად ჩემი პირადი 30-დღიანი გამოწვევით, რასაც მოყვა მერე ბევრი რამ. ასე რომ ინიციატივები ჩვენ გვექნება არა მხოლოდ გამოწვევები და დეგუსტაციები, არამედ გამოფენა, ანუ ფესტივალს ვგეგმავთ ახლა, ამას ბარემ გეტყვით დეკემბრის მეორე ნახევარში ვგეგმავთ ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალს, ანუ ამ წელს რაც შეიქმნა, იმ ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალს, ახოთ საინტერესო ღონისძიება იქნება ძალიან. კაი, სადაც ონლაინ აქტივობებსაც გავაგრძელებთ, ოფლაინ აქტივობებსაც, დეგუსტაციებიც უკვე იქნება, ფესტივალებიც, მარტო საქართველოში არა, საზღვარგარეთაც უკვე გარეთ გვაქვს 2 დიდ ექსპოზე მოწვევა. ასე რომ მთავარი ჩვენი ამოცანა არის კარგი ქართული საქმის პოპულარიზება. რაშიც გვინდა რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი აღგონიათ. იყიდეთ ქართული მეგობრებო, ამით გააკეთებთ ძალიან დიდ ქართულ საქმეს. კარგით, მადლობთ ბატონო ტარიელ.
დღეს ვსაუბრობდით საქართველოს ეროვნული ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზე. სტუმრად ყავდა ბატონი ტარიელ ზივზივაძე, მოძრაობა კარჯის დამფუძნებელი. პროფესიონალები დღეს ამით სრულდება. ხვალ ამ გადაცემის მორიგი ეპიზოდი გელოდებათ სხვა წამყვანთან და სხვა სტუმრებთან ერთად. მე მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. ბიზნეს სამყაროს პროფესიონალები ჟურნალისტის როლში. საინტერესო თემებით და სტუმრებით მხოლოდ კომერსანტზე. ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 16 საათსა და 10 წუთზე. გადაცემა პროფესიონალები კომერსანტზე. FM 95 და 5.